ეს ჰალიმა სისეა, ქალი, რომელმაც 26 წლის ასაკში ერთდროულად 9 ტყუპი, 5 გოგონა და 4 ვაჟი გააჩინა. შემთხვევა გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. თავში ძალიან ბევრი აზრი ერთად მერეოდა. მე შინოდა ბავშვების გამო, საკუთარი თავის გამო. ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი. ორსულობის განმავლობაში ჩატარებული კვლევები მხოლოდ 7 ნაყოფს აჩვენებდა, თუმცა საკეისრო კვეთის დროს, რომელიც მაროკოს კლინიკაში მიმდინარეობდა, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ქალი 7-ის ნაცვლად 9 ტყუპზე იყო ორსულად. ჩვენ შვილები ყოველთვის გვინდოდა, მაგრამ ვინმეს რომ ეთქვა 9 ბავშვი გეყოლებათო, არასდროს დავიჯერებდი. ოპერაციაში 10 ექიმი და 25 პარამედიკი მონაწილეობდა. კლინიკის პერსონალის თქმით, ეს იყო მათ კარიერაში ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მშობიარობა. ეს ნამდვილი მიღწევაა და მე ძალიან ვამაყობ როგორც საკუთარი თავით, ასევე ჩემი გუნდით. იმედი მაქვს ყოველთვის შევძლებთ ამ ტიპის გამოწვევებს გავუმკლავთ. ბავშვები 30 კვირას დაიბადნენ, მათი წონა 500 გრამიდან 1 კილოგრამამდე მერყეობდა. რამდენიმე თვე ტყუპებმა კასაბლანკას ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარეს. კლინიკის მონაცემებით ახალშობილებს დღეში საშუალოდ 75 საფენი და 100 ბოთლი რძე სჭირდებოდათ. ისტორიაში 9 ტყუპის დაბადების კიდევ 2 შემთხვევაა ცნობილი, თუმცა აქამდე არც ერთ ბავშვს არ უცოცხლია რამდენიმე დღეზე მეთხანს. მეცნიერებმა აღადგინეს ადამიანის ერთ-ერთი უძველესი წინაპრის მეტსახელად პატარა ტერფის სახე, რომელიც 3.067.000 წლის წინ ცხოვრობდა. ნეშტის პირველი 4 ძვალი 90-იან წლებში სამხრეთ აფრიკაში გამოქვაბულებში აღმოაჩინეს, რასაც მოჰყვა თითქმის ხელუხლებელი ჩონჩხის პოვნა. ნამარხის სრულესკავაციას 20 წელი დასჭირდა. პატარა ტერფი იყო მდედრი ავსტრალოპითეკი. ეს არის ადამიანის წინაპრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდა. ეს პატარა მდედრი ავსტრალოპითეკი იმყოფებოდა ტყიან ზონაში, ტროპიკულ ტყეში იმ ადგილას, რომელიც დღეს ცნობილია როგორც სტერკფონტეინის გამოქვაბულები. რაღაც მიზეზის გამო ის გამოქვაბულში ჩამოვარდა. მრავალი წლის განმავლობაში თავის ქალის შესწავლა შეუძლებელი იყო, რადგან ის გამოქვაბულის ნალექების ზეწოლის შედეგად დეფორმირებული და დამსხვრეული აღმოჩნდა. ფიზიკური რეკონსტრუქცია შეუძლებელი ჩანდა, თუმცა მეცნიერებმა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ძვლები ვირტუალურად თავის ადგილას დააბრუნეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მისი სახის ზომა გორილასა და ორანგუტანის ზომებს შორის მერყეობდა, ხოლო ფორმით ყველაზე მეტად ბონობოსა და ორანგუტანს ჰგავდა. იტალიის სახელმწიფომ კარავაჯოს ნახატი 30 მილიონ ევროთ შეიძინა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ქვეყანას ხელოვნების ნიმუშში გადაუხდია. ტილოზე, რომელიც დაახლოებით 1598 წლით თარიღდება, გამოსახულია სასულიერო პირი, მინსიონერ მაფეო ბარბერინი, რომელიც გაშვერილი მარჯვენა ხელით მითითებებს იძლევა. ნამუშევარი წლების განმავლობაში ფლორენციაში, კერძო კოლექციაში ინახებოდა და ფართო საზოგადოებისთვის პირველად მხოლოდ 2024 წელს რომში გამოიფინა. კარავაჯოს ამ ნამუშევრის შესყიდვა წარმოადგენს ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ხელოვნების ნამუშევრების შეძენის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას. ეს ნამუშევრები კვლავ ხელმისაწვდომი ხდება მოქალაქეებისთვის, მნახველებისთვისა და მკვლევრებისთვის იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისა და დაცვის გაძლიერებას. მსოფლიოში კარავაჯოს 65-მდე დადასტურებული ნამუშევარია შემორჩენილი, საიდანაც პორტრეტი მხოლოდ 3-ია. ედინბურგში ბავშვთა საავადმყოფოს საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარებმა ზოოპარკის პინგვინებისთვის ქვები მოხატეს. კენჭები პინგვინებისთვის მთავარი სასიყვარულო საჩუქარია. ახლა კი მათი გამრავლების სეზონი იწყება. პაპუას პინგვინებს ქვები ნისკარტებით მიაქვთ პარტნიორებთან და შემდეგ მათ ოჯახის ბუდის ასაშენებლად იყენებენ. ზოოპარკში დამონტაჟებული პირდაპირი ჩართვის კამერების მეშვეობით ბავშვები უყურებდნენ, როგორ ირჩევდნენ პინგვინები მათ ნაჩუქარ ფერად ქვებს ბუდეების ასაშენებლად.